ბრალდების მხარე მოითხოვა პატიმრობა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. მე საერთოდ ვიშნოდებული ახალ ღონისძიების გარეშე ბრალდებულის გარეთ დატოვება, თუმცა ამ შემთხვევაში გაიზიარა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით. დროსაც ყოველდღე გავასაჩივრებთ კიდეც. ბრალდებული აცხადებს, რომ მას არ ჩაუდენია დანაშაული და ასევე თქვენ ამბობდით, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რო გითხრათ ამის თავით. დიახ, მომართვას სწორედ ამით გაკეთა ფსიქიკური პრობლემების მქონე გახლავთ, თუმცა ამას რა თქმა უნდა დაადგენს კიდევ ერთხელ ექსპერტიზა, დაინიშნება, ჩატარდება და ყოველივე გადაწყდება ამის შემდგომ. რაც შეეხება დანაშაულს არ აღიარებს, ხო? არა, დიახ, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დანაშაულად არ ცნობს. პროცესზე ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო აღკვეთა ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, სასამართლომ სრულად გაიზრდა ჩვენი მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულის მხრიდან მიმავის ახალი დანაშაულის ჩადენისა და მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეშლის საფრთხებთან დაკავშირებით და აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულის მიმართ გამოიყენა პატიმრობა. თუმცა ბრალდებული აცხადებს, რომ ის მეგობრულად თხოვდა თანხას და არანაირი გამოწვეულოს ადგილი არ ქონია და მით უმეტეს ქურდულ სამყაროს საერთოდ არ ვაღიარებ აცხადებდა. რა თქმა უნდა, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს წარმოადგენს, რომ მან ჩაიგნა ნათლად გამოძალვა და ეს არ იყო მეგობრული ხასიათის თხოვნა დაზარალებულისადმი. ასევე ადვოკატი აცხადებდა, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა დაკავებულს და თქვენ თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია. ამის შესახებ გარკვეული სახის ინფორმაცია გვაქვს, თუმცა საექსპერტო დაწესებულებამ განაცხადა, რომ ბრალდებული სრულად ჯანმრთელია და მხოლოდ ეს იყო თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების ერთ-ერთი ხრიკი ბრალდებულის მხრიდან.